Так. დავიწყოთ? დღეს ჩვენ გვაქვს ნარცისული პიროვნების საშლილობა. გავივლით. ბატონო, გავივლით. პირველ რიგში ჩემთვის ეს ახალი ფორმატია. ჩემთვის თან საინტერესოა. როგორი კარგი ბუნება გვაქვს. ბუნება, რო გითხრათ, თლად მაყოფილი ვარ ახლა ამ ბუნებით ვერ გეტყვი. მე ამოჯარი. არა. ამოჯარი. არა. მაგრამ მოგესალმებით მეგობრებო. დღევანდელი დღისთვის არა უშავს. შეიძლება აქ ჯდომა და წაკითხო. საინტერესო იქნება მაინც ჩემი აზრით. იმიტომ რომ ჩვენ ახლა მექანიზმის შიგნით უნდა შევიდე და ვნახოთ რა ხდება ნარცისული პიროვნების სტრუქტურაში შიგნით. იმიტომ რომ სტრუქტურა არის მთლიან ადამიანს არ აღწევს. შენ როგორ ფიქრობ? კი, მე ასე ვფიქრობ, სტრუქტურა მთლიან ადამიანს არ აღწევს და შეიძლება ერთ ადამიანში რამოდენიმე სტრუქტურის აქცენტუაციები იყოს. დიახ. ჩვენ აქ არ ვართ როგორც ექსპერტები, ჩვენ უფრო ერთად ვართ მკვლევარები, რომელსაც მოგწონს ორივეს, ფსიქოლოგიის სწავლა მოგწონს შენ? იასნა. მოდის, დევით. მოდის. ესე იგი, ჩვენ გვაქვს დღეს შესავალი და ისტორია პირველი, კლინიკური кейსების გაცნობა, შინაგანი მექანიზმები და ნეირობიოლოგია, კლინიკური კრიტერიუმები და დიაგნოსტიკა, ცოცხალი დიალოგები და ანალიზი, დინამიკა და ფაზური ციკლები ნარცისულ სტრუქტურაში, მკურნალობა და თერაპიული პროგნოზი, ეტიკა, სტიგმა და დასკვნა იქნება ჩვენ დღეს გვაქვს 8 ბლოკი. პირველი ბლოკი არის შესავალი და ისტორიული კონტექსტი, მე დავიწყებ. მოდი დაიწყე შენ და მე გავნაიწყე. ოკეი. ესე იგი, ნარცისული პიროვნების საშლილობა წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე რთულ და მრავალშრიან ფენომენს თანამედროვე კლინიკურ ფსიქიატრიასა და ფსიქოთერაპიაში. ტერმინის სპეციფები ანტიკურ მითოლოგიაში, კერძოდ ოვიდისიუს მეტამორფოზებში აღწერილ ნარცისის მითში ეძებება, რომელსაც საკუთარი ანარეკლი შეუყვარდა და ამავე ტყვეობაში დაიღუპა. თუმცა მეცნიერული თვალსაზრისით ეს ფენომენი ბევრად ცდილდება უბრალოდ თავმოყვარეობას ან ეგოცენტრიზმს. ესე იგი, ნარცისული ცდება ეგოცენტრს და ადამიანები, რომლებიც ზედმეტად არიან თავის თავზე შეყვარებულებინი, ასეთ ადამიანს ექნება ნარცისული პიროვნების ან შეიძლება ნარცისული აქცენტუაცია ქონდეს, მაგრამ აშლილობა არის უფრო აბერცი ძიმე მდგომარეობა. ძიმეთ აქვს შეყვარებული საკუთარი თავი, ისე ძიმეთ რომ რეალობას რამდენად შეყვარებული კიდე არის მაგაში საკითხი, იმიტომ რომ მაგ უფრო სიცარიელის თემა არის. და ისობს. ხო. შემსობის ფსიქოანალიტიკურ სივრცეში ტერმინი პირველად პაულ ფედერმა შემოიტანა, თუმცა მისი სტრუქტურული გააზრება ერნესტ ჯონსმა და მოგვიანებით ზიგმუნდ ფროიდს უკავშირდება. ეს არის 1914 წლის ნაშრომი ნარცისიზმის შესახებ. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ჰაინც კოხუტმა და ოტო კერნეგმა ფუნდამენტური წვლილი შეიტანეს აშლილობის კლინიკურ კლასიფიკაციაში. კოხუტი მას განიხილავდა როგორც განვითარების დეფიციტს, ემპათიური სარკების ნაკლებობას ბავშვობაში, ხოლო კერნმერგი როგორც პათოლოგიურ სტრუქტურას, რომელიც აგრესიისა და დაცვითი მექანიზმების გარშემო არის ორგანიზებული. ესე იგი, პირველი მეტაფორა არის ბრძოლის ციხესიმაგრე. ნარცისული სტრუქტურა გავს გრანდიოზ ბროლის ციხესიმაგრეს, რომელიც შორიდან მყარი და ბრწყინვალე ჩანს, თუმცა მას არ გააჩნია დრეკადის საძირკველი. ასე რომ დრეკადის. დრეკადის საძირკველი არ გააჩნია, მყარი საძირკველი არ გააჩნია. ნებისმიერი გარეგანი ვიბრაცია, კრიტიკა ან უარყოფა არ იწვევს კედლების დეფორმაციას, ის პირდაპირ მსხრების საშიშროების წინაშე აყენებს მთელ კონსტრუქციას. ანუ მყარი არა. ვაფშე. მყარი არა. დაგნახე წერია, ნარცისიზმი არის რომ კოხუტი განიხილავდა მაგას როგორც განვითარების დეფიციტს, ემპათიური სარკების ნაკლებობის ბავშვობაში. დედა და მამა არ უბრუნებდნენ მას ნამდვილ რეაქციას. როცა მისი ცრუმე იყო ჩართული ცრუმეში, გიღებთ, როცა ცრუ იყო რა, ისეთი როგორც უნდათ მას. გიღებთ, როცა ისეთი იყო როგორც ნამდვილი, არა. ხო, ემპათიის ნაკლებობა ამაში იყო. ეს ყველაფერი მაინც ბავშვობიდან მოდის. ნარცისიზმით და ასე შემდეგი სიმპტომებით ბავშვობიდან მოდის. დიახ. სტატისტიკური ჭრილი და აქტუალობა, ეპიდემიოლოგიური მონაცემები ნარცისული პიროვნების საშლილობის პრევალენტობა პოპულაციაში დაახლოებით 1-დან 2%-მდე მერყეობს, თუმცა კლინიკურ შეჩევებში ეს მაჩვენებელი 5-დან 15-მდე იზრდება. საინტერესო რომ დიაგნოსტირებულ პირთა დაახლოებით 40-75% მამრობითი სქესის წარმომადგენელია. მამრობითი სქესის წარმომადგენელია. ნარცისიზმის შემოვლებული ადამიანები? რამდენი პროცენტია გამიბიოროთ? 50-დან 75%-მდე. მაგაცები უფრო ნარცისებია. თანამედროვე ციფრული კულტურა და სოციალური მედია ხელს უწყობს ნარცისული ტენდენციების ექსპოზიციურ ზრდას, ინსტაგრამი და ყველაფერი, ხო მიხდი?
რაც ართულებს სუბკლინიკური ფორმების დიფერენცირაცია ჭეშმარიტი პათოლოგიისგან. და წამი დაიჭირე, აქედან გააგრძელებ. კლინიკური кейსების გაცნობა. ხო. კლინიკური кейსების გაცნობა. ნარცისული პიროვნების აშლილობა არ არის ჰომოგენური. კლინიკურ პრაქტიკაში მკაფიოდ გამოიყოფა ორი პოლარული სუბტიპი. ტრადიციული ღია და მოწყვლადი ფარული. მათ შესასწავლად განვიხილავთ ორი ტიპიური კლინიკური кейსი. кейსი A, გიორგი. გრანდიოზული ტიპი. 34 წლის მაღალი რგოლის მენეჯერი, კომპანიაში ცნობილია ქარიზმატულობით, თავდაჯერებულობით და გარშემოყოფების მიმართ უკომპრომისო მოთხოვნებით. ის გულწრფელად მიიჩნევს, რომ კომპანიის წარმატება მხოლოდ მისი ინტელექტუალური უპირატესობის შედეგია. კოლეგებს განიხილავს როგორც ინსტრუმენტებს საკუთარი მიზნების მისაღწევად. კრიტიკის მოსმენისას ვარდება აფექტურის რისხვაში და პასუხობს უკიდურესად ირონიით. ანუ რაღაცა რომ ის ჩავარდება რაღაცა უკიდურეს იმას რა ქვია რაღაცა თემა რომ ჩავარდება ირონიაში გადააქრა. ან კრიტიკა ან რაღაცა, ხო, რაც მას არ მოწონს იმხელა. მოდი განვიხილოთ кейსი B. პარული. ნიკა. ფარული მოწყვლადი ტიპი. 29 წლის დამოუკიდებელი სპეციალისტი ერთი შეხედვით თავდაბალი, მორცხვი და ჰიპერგრძნობიარეა, ნიკა მუდმივად განიცდის შფოთვას. შურს წარმატებული კოლეგების მიმართ და თვლის, რომ სამყარო ვერ ამჩნევს მის გენიალურობას. ის ერიდება საჯარო გამოსვლებს, რათა თავიდან აიცილოს შესაძლო მარცხი. თუმცა შინაგან ფანტაზიებში საკუთარ თავს აღიქვამს დაუფასებელ მსხვერპლად და ინტელექტუალურ ელიტად. ანუ აქ რა ხდება? ეს იყო ნიკა, რომელიც რაღაცა საქმის სპეციალისტია, მაგრამ ეშინია მაგის ძლიერებზე, მათ ძლიერ ადამიანებს კონკურენცია. ეშინიათ, იმიტომ რომ სუსტი გამოჩნდება და ურჩევნია იყოს იქ, სადაც მან არის ძლიერი და იმაზე ძლიერება ის არ უნდა გამოჩნდეს. მეტაფორა, მზე და შავი ხვრელი. გრანდიოზული ნარცისი გიორგი მოქმედებს როგორც მზე. ის მოითხოვს რომ ყველა მის გარშემო მოიბრუნოს და მზად არის დაწვას ნებისმიერი, ვინც მის დომინაციას დაიმუქრება. ფარული ნარცისი კი არის შავი ხვრელი. ის არ ასხივებს ღია ენერგიას, თუმცა მისი შინაგანი გრავიტაცია, მსხვერპლის როლი, ჩუმი პრეტენზიები, გარშემოყოფთა ემოციურ რესურსებს სრულად ისრუტავს. ანუ რა გავიგეთ ჩვენ ნიკაზე და გიორგიზე? ესე გავიგეთ, რომ ნიკა არის მოწყვლადი, ანუ დამალული ტიპი ნარცისი. გიორგი არის გრანდიოზული პირიქით, რომ თავდაჯერებულია და ეგრევე შეუძლია იმ აფექტშიც იმოქმედოს. და ის ფარული არა, ფარული თავის თავში მალავს, მაგრამ ფანტაზიები აწუხებს გრანდიოზული. მაგრამ იმის იგი ხოდი არ აქვს, რომ გამოთქვას, რომ მე ვარ. ეხლა ამბერი არა. მოდი განვიხილოთ შინაგანი მექანიზმები და ნეირობიოლოგია. აშლილობის საფუძველია, ეწოდება ნარცისული გაგლეჯა. გაგლეჯა. ასე გაგლეჯა. ბახ. პიროვნების ბირთვი გაყოფილია ორ ნაწილად. ყოვლისშემძლე იდეალიზებული მე და დევალვირებული, ნარცისებულებული რიცხვით ახსავსე რეალური მე. ვინაიდან რეალური მე, რადგან რეალური მე სტაშეხება აუტანელი ფსიქიკური ტკივილს იწევს, ამოქმედება მძლავრი ფსიქოლოგიური დაცვის მექანიზმები, პროექცია, ყოვლისშემძლეობის კონტროლი და პროექციული იდენტიფიკაცია. პროექცია, ახლა მე და შენ რო გივეთ პროექცია რა არის? თუ რამ მე ვითქვი? თქვი? ხო, პროექცია არის, როცა შენ რაღაც შენში ნაკლოვანებას ხედავ, მაგრამ არ გინდა რომ დაინახო და სხვაში გადაგაგ, ხო? ნარცისული თავდაცვა გავს შუა საუკუნეების მძიმე ჯავშანს, რომელსაც მეომარებს ის რბისგან იცავს, თუმცა ამავდროულად უკარგავს მას მოქნილობას და სხვებთან უშუალო ტაქტიკურ კონტაქტს, დამყარებას შესაძლებლობას. ნეირობიოლოგიური სუბსტრატი, ფუნქციური მაგნიტური რეზონანსული ტომოგრაფია. MRT. კი, MRT. თანამედროვე კვლევების აჩვენებს, რომ ნარცისული პიროვნების აშლილობის მქონე პირებს აღინიშნებათ ნაცრისფერი ნივთიერების მოცულობის შემცირება წინა კუნძულოვან ქერქში და პრეფონტალური ქერქის დორსოლტალერული ნაწილი.
ეს სტრუქტურები პირდაპირ არის პასუხისმგებელი ემპათიის გენერირებაზე, ემოციურ რეგულაციასა და საკუთარი თავის რეალისტურ შეფასებაზე. შესაბამისად, ემპათიის დეფიციტი არ არის მხოლოდ ნებისყოფის საკითხი, მას მყარი ნეიროტომური საფუძველი გააჩნია. მოდი მეოთხე მეტაფორა დაზიანებული თერმოსტატი. მათი თვითშეფასების სისტემა ჰგავს დაზიანებულ თერმოსტატს. უბრალოდ ვინ? ჩვეულებრივი ადამიანის ფსიქიკა ინარჩუნებს შინაგან ოპტიმალურ ტემპერატურას, სტაბილური თვითშეფასება. ნარცისული კონსტრუქცია კი მუდმივად მერყეობს უკიდურეს გადახურებას, გრანდიოზულობა, ყინვას, ნარცისული დეპრესიას შორის. შეიძლება გავაგრძელოთ? კი, რა თქმა უნდა, შეიძლება ჩემთვის. ესე იგი, კლინიკური შეფასებები აქედან. ანუ რა გავიგეთ? ესე იგი, სტრუქტურა სულ მერყეობს. კი, რა თქმა უნდა. არასდროს ყარათ არა. ესე კლინიკური შეფასება, რომელი ნეიროანატომიური სტრუქტურული ცვლილებები ასოცირდება ნარცისულ აშლილობასთან კვლევების მიხედვით და ფუნქციის აფერხებს ის. მე და შენთვისაა ეს შეკითხვა. რომელი ნეიროანატომიური სტრუქტურული ცვლილებები ასოცირდება ნარცისულ აშლილობასთან კვლევების მიხედვით და რა ფუნქციას აფერხებს მას. თხემის ცილი, სივრცითი ორიენტაციის დეფიციტი, წინაკუნძულოვანი კერკი, ემპათიისა და ემოციური რეგულაციის დეფიციტი თუ ნათხემი, მოტორული და კოგნიტიური ასინქრონია. მე და შენ წეგან გევიარეთ ეს. წინაკუნძულოვანი კერკი, ხო მაგ იგი, ემპათიისა და ემოციური რეგულაციის დეფიციტი. და კი რა არის მე? რა არის მე? დები. არა, რა არის ეს მიგროგრამა? მაგნიტი. მომეცი. ხო, რას მომოვდი? წეგან ჩვენ გევიარეთ, რომ ნაცისტურ პიროვნების სტრუქტურას რა ის აქვს, რა ქვია? ნაკლებობა ის აქვს. ყურადღების. ემპათიის ყურადღების და ემოციური რეგულაციის დეფიციტი, ანატომიური, წინაკუნძულოვანი კერკი. ოკეი, B. ვირჩევთ B. ახლა არ იმუშავა ამან. კაი, ვიცით რა სწორია. იმიტომ წეგან ეს წევი გითხეთ. კლინიკური კრიტერიუმები და დიაგნოსტიკა. ეს უკვე DSM-5 კლასიფიკაციით, რომელიც მთელ სოფლიოზე არის ჩამოყალიბებული მაი ყველასთვის. გასაგებია. ესე იგი, DSM-5 კლასიფიკაციით ნარცისული პიროვნების აშლილობის სადიაგნოსტიკოდ პაციენტი უნდა აკმაყოფილების 9 კრიტერიუმი არსებობს სულ და მან 5 თუ მოხდა, შეუძლია დიაგნოზი დავსვათ ნარცისული პიროვნების აშლილობა. საინტერესოა იმის დაკვირვება თუ როგორ ვლინდება ეს კრიტერიუმები ჩვენ პერსონაჟებში სხვადასხვა ფორმით. ესე იგი, DSM-5-ის კრიტერიუმების კლინიკური მატრიცა. გრანდიოზული განცდა საკუთარი მნიშვნელობის შესახებ. გიორგი ღიად საუბრობს საკუთარ შეუცვლობაზე და ნიკა ქვის, რომ მისი იდეები ზედმეტად გენიალურია მასისთვის. ფანტაზიები უსაზღრო წარმატებაზე, ძალაუფლებასა და სილამაზეზე. გიორგი გეგმავს გლობალური ბაზრის მონოპოლიზაციას. ნიკა საათობით ოცნებობს დღეზე, როდესაც მისი კრიტიკოსები საჯაროდ მოიხდიან ბოდიშებს. ვაიმე, გრანდიოზულობაა ეს. წმენა საკუთარი უნიკალურობის შესახებ. ორივე თვლის, რომ მათი გაგება მხოლოდ განსაკუთრებული სტატუსის მქონე ადამიანებს შეუძლიათ. აღფრთოვანების მუდმივი მოთხოვნილება. გიორგი S. ჭირდება აპლოდისმენტები და პრემიები, ნიკას მუდმივი ვალიდაცია პარტნიორისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში იკეტება საკუთარ თავში. ანუ ვალიდაცია რომ საჭიროა. ექსპლუატატორული ქცევა ინტერპერსონალურ ურთიერთობაში. ვლინდება სხვების დროისა და ემოციური რესურსების უტილიზაციით საკუთარი მიზნებისთვის. ორმხრივი სარკე. ნარცისული დიაგნოსტიკა გავს ორმხრივ სარკესთან მუშაობას. გარედან ჩვენ ვხედავთ აგრესიულ თავდაჯერებულ ქცევას, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით შიდა სივრცეს, დავინახავთ შეშინებულ ბავშვს, რომელიც კოშმარულ სიზმარში მარტო დარჩა და თავდაცვის მიზნით უჩხულის ნიღაბი მოირგო. სინამდვილეში ადამიანი არა იგეთ, პროსტა არის ნიღაბი. თავდაცვის მოირგო ეს ნიღაბი თავი. ერთი წამი მე გავაგზელებ ახლა ერთი წამი. ანუ სინამდვილეში არა იგეთი, პროსტო ცხოვრება ჩამოუყალიბა, მაგრამ თავისთავად მისგან პასუხისმგებლობას ეს არ ხსნის. იმისათვის რომ გავიგოთ როგორ ფუნქციონირებს ეს პათოლოგია ყოველდღიურ ცხოვრებაში, განვიხილოთ რეალისტური ინტერაქციები. ყურადღება მიექციეთ ენობრივ პატერნებსა და ფარულ მანიპულაციებს. გიორგი და მისი პროექტის მენეჯერი. გიორგი ახალ რეპორტში ჩემი იდეებიც იყო გამოყენებული, თუმცა პრეზენტაციაზე ჩემი სახელი საერთოდ არ გიხსენებია. ნინო, საყვარელო, შენ საერთოდ გესმის მასშტაბი? შენი იდეები მხოლოდ ნედლი მასალა იყო. ჩემი გენიალური სტრუქტურის გარეშე ეს ფურცლის ნაგდეჯი იქნებოდა. მადლობელი უნდა იყო, რომ საერთოდ მოგეცი ამ პროექტზე მუშაობის შანსი.
ჩემს გუნდში ყოფნა უკვე შენი კარიერის პიკია. ხედავ? ხო. დააბოლინგა იმენა. დაამცირა. დაამცირა. ო, შენ არ ხარო და ჩემს გარეშე არაფერია. ეს სწორედ ასე წარმოდის ნარცისული ადამიანი. აქ მკაფიო ჩანს ნარცისული უფლებამოსილების განცდა და სხვისი შრომის მითვისება, გიორგი იყენებს დევალვაციას, რათა გაანადგუროს ნინოს პროფესიული იდენტობა და შეინარჩუნოს საკუთარი იდეალიზებული პოზიცია. მეორე სცენა, ნიკა და მისი პარტნიორი. ანა, ნიკა, დღეს მეგობრებთან ერთად ვიყავი, ძალიან დავიღალე და მინდა ცოტა დავისვენო თუ შეიძლება. გასაგები, რა თქმა უნდა. შენი მეგობრები ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი არიან ვიდრე მე. მე ხომ მთელი დღე აქ ვზივარ, მუშაობ, ჩემს ტკივილებთან მარტოა და შენგან ელემენტარულ ყურადღებასაც არ ვიმსახურებ. ალბათ მართალია ჩემი ყოფილი, რომ ჩემი გაგება არავის შეუძლია ამ სამყაროში. უკვე თავსაც აწოდებს. განსაკუთრებულია და განსაკუთრებულია რა, განსაკუთრებული მსხვერპლად წარმოაჩენს თავს ეს ადამიანი. ფარული ნარცისიზმის კლასიკური გამოვლინება. ნიკა იყენებს დანაშაულის განცდის ინდუცირებას მასში დებს დანაშაულის განცდას და მსხვერპლის манипуляციურ როლს ის პარტნიორის ბუნებრივ მოთხოვნილებას განიხილავს როგორც ნარცისულ ტრავმას და პასუხობს პასიური აგრესიით. ახლა მე და შენთვის შეკითხვა არის. რა მთავარ манипуляციურ ტაქტიკას იყენებს ნიკა ანასთან დიალოგში საკუთარი ნარცისული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად? ესე იგი, პირველი, ღია ვერბალური აგრესია და პარტნიორის ფიზიკური იზოლაცია. ბ. მსხვერპლის როლის მორგება და დანაშაულის განცდის ინდუცირება მასში. G. ინტელექტუალიზაცია და ქცევის მეცნიერული რაციონალიზაცია. ამ სამიდან რომელი? მეორე. მსხვერპლის როლის მორგება და victim ბაზი და დანაშაულის განცდის ინდუცირება. ზუსტად შეესაბამება ეს მაგრამ მდგომარეობა მისთვის. ვითომ მსხვერპლი ვარ სიტუაციის და მასში დებდა დანაშაულის გზნობას. აი დაამპალე მან. აბა რა. რა სიტყვით აბა? მე ვიტყვი რომ ძალიან საინტერესოა, მაგრამ ჯერ უნდა ჩაუყმავდე უფრო კარგად. ჩემთვის ახალი ფორმატია და ჯერ არ ვიცი ბოლომდე ამაში როგორ გავიხსნა, მაგრამ ძოთა განმავლობაში აქ მე როგორც იგი ვიქნები, რა ქვია. აი ამ დინარში თევზი წყალში იმენა. აბა დინამიკა და პაზური ციკლები. ურთიერთობებში ნარცისული პიროვნება ვითარდება მკაცრად დეტერმინირებული ციკლურობით. ციკლი აქვს. მოგინაღა მაგარი ხუმრობა ჩავაგდე. ეს არის დესტრუქციული წრე, რომელიც ანადგურებს პარტნიორს ან გარემოცვას. ციკლი შედგება 3 ძირითადი ფაზისგან. აბა მოდი პროსტო ჰიპოთეზურად ვქვი, რა ფაზებია აქვს ნარცისული პიროვნების სტრუქტურას. ახლა ურთიერთობაში პირველი ეტაპი. ძალიან მოგიშვებს ძალიან ახლოს. იდეალიზაცია. მე ჩემს სიტყვებსაც გავხსენ, მოგიშვებს ძალიან ახლოს. მე ახლოს მოგიშვებს, მე გაცივდება და მე გაგაგდებს. ხო. არა, წააგავს, იმიტომ რომ პირველი არის იდეალიზაცია პირველი კი ბატონო. რა ფერცი ზეიდეალური, ღმერთია პარტნიორი. ვაი ბლად. ხო. ადი ბლად. მე ხდება რომ ვაიმე ეს თურმე ჩვეულებრივი ადამიანი ყოფილა. არც ყოფილა ჩემი ღირსი იმენად. ვაი ბლად. რომ ხდება რომ всё უკვე რა დამთავრდა და უკვე აღარ უნდა უტილიზაცია. მესამე ეტაპი. უტილიზაცია რას ნიშნავს მოდი გავშალოთ? უტილიზაცია ნიშნავს მუსორში გადაყრას. ცხოვრებიდან გაშვებას. ეს ცუდი თქვა მე, მაგრამ მეორე ადამიანისთვის შეესაბამება ალბათ. ესე იგი, პირველ ფაზაში პაციენტი პარტნიორს სვამს კვარცხლბეკზე, რადგან მას აღიქვამს საკუთარი იდეალური მეს გაგრძელებად. როგორც კი პარტნიორი ავლენს რეალურ ადამიანურ სისუსტეს, ან ინდივიდუალურ საზღვარს იწყება გაუფასურების ტკივნეული ეტაპი. კვარცხლბეკიდან გადმოგდება. ტახტიდან გადმოგდება. მესამე ფაზა არის სრული უტილიზაცია და მიტოვება, როდესაც ემოციური რესურსი ამოწურულია. მაგ მეორე არ მინდა. ესე იგი, მეტაფორა მე-6 კეპთაყვანის მცდელობა და ვანდალიზმი. ნარცისი მოქმედებს როგორც არქეოლოგი, რომელიც თავადვე ქმნის ტიხის კერპს, ლოცულობს მის წინაშე, ხოლო როდესაც აღმოაჩენს, რომ კერპი ოქროსი კი არა, უბრალოდ მიწისა, მას გააფთრებით ამსხვრევს და ახალი კერპის საძებნელად მიდის. ესე იგი, ჩვენი შეკითხვა. კლინიკური შეფასება, რა ხდება იდეალიზაციის ფაზიდან გაუფასურების ფაზაში გადასვლის ძირითადი ფსიქოლოგიური ტრიგერი? A. პარტნიორის ფინანსური დამოუკიდებლობის გაზრდა. შეიძლება იყოს, მაგრამ არა მოდი. B. პარტნიორის მიერ ავტონომიის, საზღვრების და ადამიანური სისტემების გამოვლენა. B. G. პარტნიორის მხრიდან ნარცისის სრული და უსიტყვო მორჩილება. B ეს აქ ფასი. პარტნიორის მიერ ავტონომიის, საზღვრების და ადამიანური სისტემების გამოვლენა. აჰა, სწორი პასუხია. მოთა გიეძელა. კიდე გავიგზელებ.
მეშვიდე ბლოკი მკურნალობა და თერაპიული პროგნოზი. მკურნალობა და თერაპიული პროგნოზი. ნარცისული აშლილობის მკურნალობა ხანგრძლივი და რთული პროცესია. ვიდრე პაციენტებს აქვს სუსტი თერაპიული ალიანსის უნარი და ხშირად ტოვებენ თერაპიის პირველივე კლინიკის განცდისას. კლინიკურად დამტკიცებულია 3 ძირითადი მიდგომა. წამყვანი თერაპიული მოდელები. გადატანებზე ფოკუსირებული ფსიქოთერაპია. 2 კერნბერგის მეთოდი ორიენტირებულია თერაპევტსა და პაციენტს შორის ურთიერთობის ანალიზზე და აქ ამჟამად რაც ხელს უწყობს გალაგლეჯილი იდენტობის კარგი ცუდის ნაწილების ინტეგრაციას. სქემა თერაპია. ანუ რაო, კარგი და ცუდის რეების ინტეგრაცია? კარგის და ცუდის. ხო. ჯეფრი იანგის მიდგომა მუშაობს ბავშვობის ადრეულ დეფაატურ სქემებსთან, მაგალითად, ემოციური დეპრივაცია, დეფექტურობა და ეხმარება პაციენტს მარტოხელა ბავშვის რეჟიმიდან გასვლაში. კოგნიტური ბიჰევიორალური თერაპია. მოდიფიცირებული ვერსია, რომელიც ფოკუსირებულია ავტომატური აზრებისა და ქცევის პატერნების კორეაქციაზე. კლინიკური პროგნოზები. გიორგის გრანდიოზული ტიპი. შემთხვევაში თერაპია მოსვლის ალბათობა დაბალია. ის კაბინეტში ხდება მხოლოდ მასშტაბურ ნარცისულ კრახის სამსახურიდან და გაგდება სრული სოციალური იზოლაცია. თუ მიხდა რომ გაუჩი მის სტრუქტურა უკვე აღარ მუშაობს და всё ყველაფერი დაანგრია მის ცხოვრებაში მისმა სტრუქტურამ, იმის ეს არის ის წერტილი, სადაც შეიძლება ეს სტრუქტურა დაინგრას. როცა უკვე მიხდა რომ მისი პიროვნება ყველაფერი დაანგრია ცხოვრებაში. აჰა, შემდეგ. ნიკა, ფარული ტიპი. თერაპიაში უფრო ადრე მოდის, თუმცა ხშირად ნიღბავს აშლილობას, ქრონიკული დეპრესიის ან შფოთვის სიმპტომებით. მკურნალობის მიზანი არ არის პიროვნების სრული შეცვლა, არამედ მისი ფუნქციონირების გაუმჯობესება და ჯანსაღი თვითშეფასების ფორმირება. რომ უფრო მყარი გახდეს. იაპონური კინცუგი. წარმატებული თერაპია ჰგავს კინცუგის ხელოვნებას, გატეხილი ფაიფურის ოქროთის შეწებებას. ჩვენ არ ვმალავთ ნარცისული ნაპრალებსა და ბავშვობის ტრავმებს. არამედ მას ვაქცევთ პიროვნების ისტორიის ინტეგრირებულ გაცნობიერებულ ნაწილად. ფინანსური კლინიკური შეფასება, რაც წარმოადგენს ფინალური კლინიკური შეფასება, რაც წარმოადგენს ოტო კერნბერგის გადატანაზე. ფოკუსირებული ფსიქოთერაპიის მთავარი მიზნის ნარცისული პაციენტების მუშაობისას. ქცევის პატერნების სწრაფი შეცვლა და სოციალური ადაპტაციის გაუმჯობესება. ბ. გრანდიოზული ფანტაზიის რეალიზება უსაფრთხო თერაპიულ გარემოში. გრანდიოზული ფანტაზიების რეალიზება უსაფრთხო თერაპიულ გარემოში. მე არ მგონია. და მესამე პიროვნების შინაგანი გაგლეჯილი სტრუქტურის იდეალიზებული და დევალვირებული კლინიკური ინტეგრაცია. უნდა მოხდეს პიროვნების შინაგანი გაგლეჯილი სტრუქტურის იდეალიზირებული და დევალვირებული კლინიკური ინტეგრაცია. უყურე, იდეალიზებული მე უნდა ცოტა ჩამოაქვეითონ და ის რომელიც არიღებს, ხო, ნამდვილ მეს, იმის პირიქით მიღება უნდა მოხდეს და ინტეგრირება მოხდეს. აჰა, გასაგებია. ხარი ადგილი, შვა, ბალანსი. ეთიკა, სტიგმა და დასკვნა. თანამედროვე პოპულარულ კულტურაში ტერმინი ნარცისი ხშირად გამოიყენება როგორც იარაღი ან შეურაცხყოფა. ეს იწვევს ფენომენის სტიგმატიზაციას. კლინიკურმა ფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა უნდა შეინარჩუნოს მკაცრი ეთიკური ნეიტრალიტეტი. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ნარცისული პიროვნების აშლილობა არ არის ბოროტება და ახასიათის სიმყარე, არამედ მძიმე ფსიქიკური სტრუქტურა, რომელიც ადრეული ასაკის უმძიმეს ემოციური დეფიციტისა და ფსიქოტრაუმის შედეგად ჩამოყალიბდა. მეტაფორა: უდაბნოს მცენარე. ნარცისული პიროვნება ჰგავს უდაბნოს მცენარეს, რომელიც წყლის, სიყვარულის და ემპათიის ნაკლებობის გამო განვითარდა გრძელი, მჩხვილი ტავი, ეკლებით. ეს ეკლები სხვებს აზიანებს. თუმცა თავად მცენარესთვის ისინი გადარჩენის ერთადერთი მექანიზმია. ლექსის ძირითადი თეზისები. ნარცისული პიროვნების აშლილობა მოიცავს ორ წამყვან სუბტიპს:
გრანდიოზული ღია და მოწყვლად სფარავს. პათოლოგიური ძირითადი არის ფსიქიკური გაგლეჯა, იდეალიზებულ და დევალვირებულ ნაწილებად. ნეიროლოგიურად დასტურდება ნარცისფერი ნივთიერების დეფიციტი ემპათიის პასუხისმგებელ ზონებში. ანუ ტვინის იმაშის პრობლემაა პატარა და ინტერპერსონალური ურთიერთობები ვითარდება ციკლურად, იდეალიზაცია, გაუფასურება, მიტოვება, თერაპიის წამყვანი მეთოდი და სქემა თერაპია, რომელიც ორიენტირებულია სტრუქტურულ ინტეგრაციაზე. ოკეი. საინტერესო იყო შენთვის? კი, დღეისთვის ძალიან საინტერესო გამოგვივიდა ჩვენი პატარა განსაგანმანათლებლო ვლოგი. იმედია გავიგეთ ბევრი რაღაცა, ახალი. მოდი პატარა რომ გემიხილო, ძალიან პატარა რაღაცა რომ განვიხილო. ისმე. აი თქვათ ერთი სიტყვით ან ძალიან მოკლე ფრაზებით, თქვათ ამ დღევანდელი საუბრიდან ჩვენი ლექციიდან შენ პირადად რა გაიგიან, რა გამოიტანე? თუნდაც 1-2-3 სიტყვა. კი, რა თქმა უნდა, შეიძლება გავიგეთ რომ ნარცისული პიროვნება როგორ ყალიბდება, როგორი ნარცისი არსებობს, ღია და ფარული ნარცისი არსებობს, კიდე გავიგეთ რომ მემერტის საშუალებით, რომელიც ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია თანაგრძნობაზე და ემპათიაზე, იმათ განსხვავებული შეფერილობის რაღაც სითხე აქვს და ხათ წვრილმანებში ვერ გავიგე მართალია, მაგრამ ზედაპირულად შემიძლია ვიცი როგორც არის. ნარცისიზმი არ არის ისეთი დაავადებას არ შეიძლება ითქვას ჩემი აზრით, ნარცისიზმი არის არასწორი აღზრდის შედეგი ადამიანების. ჩემი აზრით, მშობლებმა ძალიან დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინონ ბავშვის აღზრდისას, მცირე დეტალებიც უნდა გაითვალისწინონ აღზრდის პროცესში, რადგან აღზრდის პროცესში ბოდიში რომში გაწყვეტიე, მთავარი რა არის? სიყვარული. მიღება და სიყვარული. ისეთი როგორიც არიან, ისეთი უნდა მიიღონ როგორიც არიან და ისეთი შეიყვარონ. ამიტომ პატარა ასაკიდან ბავშვები უნდა იცადონ, დააფასონ მისი შინაგანი მდგომარეობა, გაითვალისწინონ და მიიღონ. მადლობა დღევანდელი დღისთვის, ახალ მიკროფონს გადავცეთ ჩვენ ფსიქოლოგ სულავას. კარგად იყავით მეგობრებო. Arrivederci baby.